აუ, ეს რა არის? არაფერი არ ჩანს, თავი უნდა გავყო მანქანიდან, რომ გზა დავინახო. რა იქნებოდა მანქანის საქარემინის საწმენდები რომ არ გქონდეს? როგორ ვივლიდით ავტომობილით თოვლში, წვიმაში და მაშინ, როდესაც გამვლელი მანქანა შემთხვევით წვიმის წყალს შემოგვასხამდა. ასეთ შემთხვევებში მანქანით მოძრაობის დროს გზის დასანახად ხან ფანჯრიდან გახედვა მოგვიწევდა, ხან კი გაჩერება, მანქანიდან გადასვლა და მინის ხელით გაწმენდა. $1902 წელს ამერიკელ მერი ანდერსონს საქარემინის საწმენდის შექმნის იდეა გაუჩნდა. ზამთრის ერთ ცივ და თოვლიან დღეს მერი ნიუ-იორკში გადაადგილდებოდა. საცობის გამო ტრანსპორტით მოძრაობა ჭირდა, საქარემინები თოვლით იფარებოდა, ამიტომ მძღოლებს ფანჯრის გაღება და გზის ასე დანახვა უწევდათ. ხან კი ჩერდებოდნენ, მანქანებიდან გადადიოდნენ და მინას ხელით წმენდნენ. სწორედ მაშინ მერიმ გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ცუდი ამინდის დროს უსაფრთხოს და კომფორტულს გახდიდა. მერიმ მოიგონა სპეციალური მოწყობილობა, რომლის ერთი ნაწილი დამონტაჟებული იყო ავტოტრანსპორტის შიგნით, მეორე გარეთ და შიდა ბერკეტის საშუალებით შესაძლებელი იყო გარე მოწყობილობის ამოძრავება. ასე შეიქმნა საქარემინის საწმენდი, რომლის გარეშეც დღეს ყოველდღურად გადაადგილება ავტომობილით წარმოუდგენლად მიგვაჩნია, თუმცა მაშინ მძღოლების და ავტოკომპანიების დიდი დაინტერესება ამ გამოგონებამ ვერ მოიპოვა. იმის გამო, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი ავტომობილი არ მოძრაობდა, ხოლო რაც იყო ნელა გადაადგილდებოდა, ავტომწარმოებელი კომპანიები საქარემინის საწმენდით არ დაინტერესდნენ. ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ მოძრავი მექანიზმი მძღოლებს ყურადღებას გაუფანტავდა. მერი ანდერსონმა საკუთარი იდეა 1903 წელს დააპატენტა, თუმცა კომპანიებისთვის მისი მიყიდვა ვერ შეძლო. საქარემინის საწმენდი მოწყობილობა ავტომობილის განუყოფელი ნაწილი მისი შექმნიდან მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა. თუმცა ამ დროს მერის პატენტს უკვე ვადა ჰქონდა გასული, შესაბამისად მოგება საკუთარი ინოვაციური გამოგონებიდან მას არასდროს მიუღია. საით უნდა წავიდე ხლა. ვაიმე. გზის გასაკვლევად ქაღალდის რუკა დაგვჭირდებოდა, რომ არა GPS სისტემა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგალითად ფეხით თუ მანქანით გადაადგილების დროს, როდესაც ჩვენთვის უცნობ ქუჩაზე გვინდა მისვლა. GPS იყენებენ ავიაციაში და ასევე სამხედროებიც. ამ სისტემის შესაქმნელად კი პირველი ნაბიჯები ამერიკელმა მათემატიკოსმა გლედის ვესტმა გადადგა. მისი მათემატიკური გამოთვლები მოგვიანებით საფუძვლად დაედო თანამედროვე GPS სისტემის შექმნას. ამერიკელი ჟოზეფინ კოკრეინი წვეულებებს ხშირად მართავდა და ბევრი გასარეცხი ჭურჭელი უგროვდებოდა. ზოგჯერ ხელით რეცხვისას მისი ძვირფასი ფაიფურის თეფშები ზიანდებოდა, ამიტომ ისეთი მოწყობილობის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ბევრ ჭურჭელს ერთად გარეცხავდა და თან არ გააფუჭებდა. ასე შეიქმნა თანამედროვე სარეცხი მანქანის წინამორბედი, რომელიც სპეციალური ხელით მბრუნავი ხელსაწყოს საშუალებით მასში მოთავსებულ ჭურჭელს ცხელი წყლითა და საპნით რეცხავდა. ჟოზეფინმა საკუთარი კომპანია 1887 წელს დააარსა, თანამშრომლობდა რესტორნებთან და სტუმროებთან. ამდენი არ უნდა მეყიდა ძლივს მომაქვს. აიმე მადლობა. ალბათ ასეთ დღეში ვიქნებოდით ყოველდღე პროდუქტები და ნივთები ხელით რომ მოგქონდეს. ახლა ქაღალდის ჩანთების ისტორიას მოგიყვებით, რომლებსაც დღეს ჩვენ ხშირად ვიყენებთ.
ქაღალდის ჩანთები პირველად მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გამოიგონეს. მისი მასიური წარმოება მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. მიზეზი კი ამერიკელი გამომგონებლის მარგარეტ ნაიტის მიერ შექმნილი მანქანა გახდა, რომელიც ქაღალდის კვადრატულ ძირიან ჩანთებს ამზადებდა. აპარატ შეეძლო ავტომატურად დაჭრა, დაკეცვა და დაწეპება. ამ მოწყობილობის შექმნამდე ქაღალდის მყარ ჩანთებს მხოლოდ ხელით ამზადებდნენ. მანქანა 30 ადამიანის საქმეს ასრულებდა, რის გამოც ქაღალდის ჩანთების მასიური წარმოება გახდა შესაძლებელი. მთლიანობაში მარგარეტი 30-მდე პატენტის ავტორი იყო, გამოგონებების ნაწილი კი საერთოდ არ დაუპატენტებია. მიუხედავად ამისა, მარგარეტი მარტოობაში გარდაიცვალა და ანგარიშზე მხოლოდ $275 დარჩა.